ტაილანდურ მედიაში წამყვან თემად რჩება თბილისში გარდაცვლილი ბლოგერის ბოვორნთად პენგსუკის იგივე ჰლუნ სოლოს საქმე, რომელსაც ადგილობრივი ტელეკომპანიები ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებენ, ვიდრე ოჯახი საქართველოდან ტაილანდში ცხედრის გადასვენებას შეძლებს. უკვე ცნობილია, რომ ცხედარს ხვალ გადაასვენებენ და ის ბანგკოკში 6 აგვისტოს იქნება. ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, პოლიციამ ექსპერტიზისთვის ყველა საჭირო სამედიცინო ნიმუში უკვე აიღო და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ცხედრის საქართველოში დაყოვნება აღარ არის საჭირო. მათივე ცნობით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, სასტუმროს ოთახში, სადაც ცხედარი იპოვეს, უცხო პირების შესვლის ან ფიზიკური ძალადობის კვალი არ დასტურდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა უკვე შეაგროვეს ყველა საჭირო სასამართლო სამედიცინო მტკიცებულება, რაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად არის საჭირო. თავად საგამოძიებო პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. ცხედრიდან ყველა საჭირო ანალიზი და ნიმუში უკვე აღებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ტაილანდში გადმოსვენება შესაძლებელია და არ არის აუცილებელი გამოძიების საბოლოო დასკვნის თბილისში ლოდინი. გარდაცვლილის ოჯახმა უკვე მისცა ოფიციალური მინდობილობა ანკარაში ტაილანდის საელჩოს, რათა მათ იმოქმედონ ოჯახის სახელით ცხედრის რეპატრიაციის პროცესში. საელჩო და სამინისტრო ყურადღებით გააკვირდებიან გამოძიების მიმდინარეობას. საქართველოში გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. ტაილანდურმა მხარემ ოჯახს უკვე განუმარტა, რომ ეს საწყისი მუხლია, რომელიც კონკრეტული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში გადაკვალიფიცირდება. თავად გარდაცვლილი ბლოგერის ოჯახი თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს და ცხედრის დროულად გადასვენებას სწორედ იმიტომ ითხოვს, რომ ბანგკოკში დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატაროს. ოჯახისთვის კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, რომ ბლოგერის ცხედარი თბილისის სასტუმროში 14 ივლისს იპოვეს, თუმცა მათთან დაკავშირება და სიკვდილის ფაქტის შეტყობინება მხოლოდ 2 კვირის შემდეგ მოხდა. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომ დასჭირდათ ქართველ სამართალდამცავებს თითქმის 2 კვირა ჩვენთან დასაკავშირებლად, როცა მისი პასპორტი და საბუთები თავიდანვე სასტუმროში იყო. როგორც კი ცხედარს ტაილანდში ჩამოვასვენებთ, აუცილებლად ჩავატარებთ ხელახალ დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რათა რეალური სიმართლე გავიგოთ. მასთან ბოლო სატელეფონო საუბარი ძალიან ჩვეულებრივი იყო. ის აბსოლუტურად მხიარულად, ნორმალურად გამოიყურებოდა და არანაირი დეპრესიის ან სტრესის ნიშნები არ ჰქონია. მითხრა, რომ საქართველოში ჩავიდა, თავს კარგად გრძნობდა და ახალი ვიდეოების გადასაღებად ემზადებოდა. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა, რადგან მას თვითმკვლელობის მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდა. ჩემი შვილი ძალიან კარგი ბავშვი იყო, შრომის მოყვარე და სიცოცხლით სავსე. ის არასოდეს მოიკლავდა თავს, ამის მიზეზი არ ჰქონია. ის მხოლოდ იმიტომ მუშაობდა და აგროვებდა ფულს, რომ ჩემი მოხუცებულობის სახლისთვის რემონტი გაეკეთებინა. ჰლუნ სოლო პოპულარული ტაილანდელი ტრეվել ბლოგერი და იუთუბერი იყო, რომელსაც 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ის ცნობილი იყო იმით, რომ მოგზაურობდა ბიუჯეტურად და აშუქებდა სხვადასხვა ქვეყნების კულტურას. საქართველოშიც სამოგზაურო კონტენტის გადასაღებად იმყოფებოდა. ოჯახი ამბობს, რომ მასთან კავშირით 13 ივლისს გაწყდა, როდესაც ბოლო ვიდეო დადო.